მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემოყარებელს სტუდიაში. ეცით რა არის, მე მგონი არც ერთი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი არ არსებობს, ვისაც არ უნდოდეს პარლამენტში საქმიანობა, ნორმალურ ვითარებაში, ნორმალურ სახელმწიფოში, ნორმალური არჩევნების შედეგად, ასე ვთქვათ, მიღებული განლაგების, როგორც მილსაღებია, მიუღებელი არ უნდა იყოს მანდატების შემდეგ. ხო, ეხლა წააგებ, მოიგებ, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებ, შედიხარ პარლამენტში, თუ ოპოზიციაში ხარ, ოპოზიციური პლატფორმიდან იბრძვი, თუ ხელისუფლებაში ხარ, წარმოადგენ უკვე ხელისუფლებას. ეს უნდა იყოს შემიძლია ბუნებრივი მისწრაფება ხო პოლიტიკოსის, რომელიც ასპარეზობს არჩევნებში. მაგრამ თუ ეს არჩევნები ტარდება და თუ ეს არჩევნები ჩატარდა და მივიღეთ შედეგი ისეთი როგორც მივიღეთ. სამწუხაროდ, არა ვარ ორიგინალური, მაგრამ არ ვთვლი რომ არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდა და ამ შემთხვევაში როგორც დაცვა მოძრაობის არა როგორც ერთ-ერთი ლიდერი ან თავმჯდომარე ან უბრალოდ წევრი გესაუბრებით, როგორც გდანის მაჟორიტარობის კანდიდატი და ძალიან კარგად ვნახე პირადად მე რა მოხდა იქ. ის არ იყო არჩევნები, ის იყო ომი, სადაც დაგვალეწეს თავზე ყველაფერი, სადაც იარაღით დაარბიეს უბნები, სადაც მე ამით არ დაჯერდნენ და შტაბი დაწვეს და ასე ხო, კრიმინალების თარეში და არაფერი, არავინ არ დასჯილა, არავინ ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი არ ყოფილა ამ დანაშაულებზე. სულ რომ არაჩვეულებრივი საარჩევნო კოდექსი ვქონოდა 31 ოქტომბრისთვის პირობითად ტომობან ხო და გარეთ მომხდარიყო ის რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ პოლიციის თანამონაწილეობით კრიმინალებთან ერთად სურათი იგივე იქნებოდა. ახლა ხალხო ჩვენ რა თქმა უნდა საუბრობთ და მნიშვნელოვანი კრიზისი გვაქვს სამწუხაროდ პოლიტიკური შექმნილი ქვეყანაში რომელიც უკავშირდება პარლამენტში შესვლა არ შესვლას, მაგრამ ეს ხო კრიზისის ერთი კომპონენტი არის. პარლამენტში შესვლა არ შესვლა კრიზისის ერთი ელემენტი არის, ერთი ნაწილია. ზოგადად სახელმწიფო ქვეყანა იმყოფება კრიზისში და საზოგადოებაში იყო მოთხოვნა ცვლილებების და ეს ცვლილებები ვერ შედგა. და პარლამენტში ახლა რომელიც არ არის პარლამენტი, ეხლა შესვლა არ შესვლა ვერ გადაჭრის ჩემის აზრით ამ წუთის მდგომარეობით ამ ჭუაზე ვარ უამრავ პრობლემას რომელიც გადაჭრისაკენ მოგვიწოდებს საზოგადოება. მე ხა ყოველთვის გამორჩეული ვიყავ ხა წლების წინ ქიშპობით, ურთიერთქიშპობით, დაპირისპირებით, ანუ ჭახე გამონათქვამებით ოპოზიციურ პლატფორმაზე კი და არ დაგიმალავთ, ვერიდები ამ ყველაფერს. ჩემი წილი ჯგუფი ოპოზიციაში მქონდა და მაინც არ მეამაყება ჩემი ის საწოლი რატო იცით არ აი იმ წინადადებების განხილვას რაზეც საუბრობენ მაგალითად მოქალაქეების წევრები იგივე გირჩის წარმომადგენლები და როგორ ფიქრობთ არის თუ არა შესაძლებელი დიახ რომ ყველა მოსაზრებას პატივცემ ნამდვილად რომელიც არსებობს ყველა იმ ადამიანს პატივცემ თქვენთან ახლა სტუდიაში არის და განსხვავებული პოზიციებით არის იქ წარმოდგენილი, მაგრამ ჩემის აზრით სიმართლე ერთი არის რა პარლამენტში შესვლა ისე რომ რეალურად ოპოზიციამ გამარჯვება ვერ მოიპოვა და ის რაც მას სურს ხელისუფლებისგან რომელსაც მიიტანს არჩევნები და მოყვარა არ არის დათმობაზე წამოსული აღიქნება გვინდა თუ არ გვინდა აღიქნება რომ ხელისუფლებამ ყურითში მოკიდა ხელი და ისე შეგვიყვანა თუ კი გვინდა ჩვენ მთელი ოპოზიციური სპექტრის განადგურება თუ გვინდა რომ ოპოზიციაში აღარ დარჩეს პოლიტიკოსი კი ბატონო მაშინ შევიდეთ და ყველანი გავხდეთ ბატონი არ ვერჩიოს არაფერი ფრიდონ ინჯიას დარი პოლიტიკოსები, რომელიც იჩემებს, რომ არის ოპოზიციონერი, მაგრამ რაც უნდა თქვას, რომ მე ვარ პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი, არავინ მას არ დაუჯერებს, ხო? ამიტომ ჩვენ არ ვართ ჩვენ თავზე დამოკიდებულები, ჩვენ არ ვეკუთვნით ჩვენ თავს, ხო, ჩვენ არ წარმოვადგენთ საკუთარ თავს, წარმოვადგენთ 100,000-ობით ადამიანს, ხო? მე უბრალოდ ვიცი საზოგადოების გაწყობა. ბატონიკა, ოპოზიცია, მოძრაობამ. თქვენ პარტიაზე გითხავთ იმისთვის, რომ აი ყურით შეთრეული არ გამოვიდეს ოპოზიცია პარლამენტში. რა თქმა უნდა, რისკი არის ოპოზიციისთვის პარლამენტში არ შესვლა, რომელსაც პარლამენტი ეწოდება ბევრისთვის არ არის, მაგრამ უდიდესი რისკი არის ასევე ხელისუფლებისთვის
ის რომ იქ აქვს რაღაცა ფრაქციის სხდომები გამართული, ხომ? ჩვენ უნდა გამოვნახოთ გამოსავალი ბრძოლაში, უკომპრომისო თანმიმდევრულ ბრძოლაში და უნდა გვჯეროდეს თამარ რომ გავიმარჯვებთ. თუ არ გვჯერა რომ გავიმარჯვებთ, ვერ გავიმარჯვებთ. უბრალესობას გვჯერა რომ გავიმარჯვებთ. მე მჯერა რომ დღეს პარლამენტში შესვლა, რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს რაღაცა ჯგუფებისთვის, საზოგადოებაში ასეთი ჯგუფებიც არსებობს. პარლამენტში შესვლა არის გამარგინალების აი ეს საუცხო შესაძლებლობა. როგორც წესი ადრე იყო პირიქით, ხო ქუჩაში თუ ოპოზიცია რჩებოდა, ის იყო ახლოს გამარგინალებასთან, არა? მე ვუყურებ რომ თუ გვინდა გამარგინალება, ყველანი ერთად ფეხაწყობილები უნდა შევიდეთ და მოვინახულოთ პარლამენტის იმ ტალანებში ბატონი ფრიდონინჯია და ბატონი არ ვიცი სხვები. ეს არ უნდა ვაკადროთ ჩვენ ამ ქვეყნის მომავალს და ვიბრძოლოთ ყველა სხვა შესაძლო კონსტიტუციური შესაძლებლობებით, რომელიც უამრავი არსებობს და ხელისუფლება ჩვენზე კარგად აცნობიერებს, უბრალოდ დავიჯეროთ, ვიბრუნდებით, წმენის საკითხია, რომ ერთპარტიული, ერთი კაცის პარლამენტის სიცოცხლის უნარიანობა არის ძალიან ხანმოკლე და მე აქ არ ვეთანხმები მოსაზრებას, როდესაც ხშირად ვისმენ, ანუ ჩვენ ველოდებით იმას, რომ ქვეყანა ჩამოინგრევა, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება, ხალხებში არა, ამას არ ველოდებით, ხო? მაგრამ ხედავთ, რომ ქვეყანაში ეს ხდება და ჩვენ პარტია რაციონალობა შევალთ პარლამენტში თუ არ შევალთ, ეს კრიზისი მაინც ვერ მოაგვარებს. ხალხს გამიმეორებს სჭირდებათ ცვლილებები და ეს ცვლილებები არ განხორციელდა. ერთი კომპონენტი არის რა, უბრალოდ შესვლა არაურიოდ ჩემი თხოვნა. ამიტომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ჩემი საზრით ის პოლიტიკური პარტიები გამოვლენ გამარჯვებულები, ვინც დარჩებით თანმიმდევრულები. მე ბევრ ოპოზიციურ პარტიის ლიდერებთან და წარმომადგენლებთან ჩამომიყალიბ და მეგობრული ძალიან ახლო ურთიერთობა და არავინ არ მემეტება პოლიტიკური სიკვდილისთვის. არავინ არ მემეტება რა პოლიტიკური სიკვდილისთვის და რაც უფრო მეტი ანგარიშ გასაწევი ოპოზიციონერები იქნება პოლიტიკური სიკვდილი თქვენი ასეთ ამბოცემულობაში ხედავ უდიდეს რისკს და არავის არ ვურჩევ, გულახდილად არ ვურჩევ, იმიტომ რომ სხვა ოპოზიციური პარტიაც თუ ძლიერია, ხომ, ამ ბრძოლაში ოლიგარქთან ნაციონალურ მოძრაობა ამით უნდა იყოს ბედნიერი და უნდა უნდოდეს. ეხლა ის შეჯიბრობითობის პერიოდი და ფაზა არ არის, ჩვენ არჩევნები არ გვაქვს, რომ ერთმანეთს ვეჯიბრებოდეთ. ჩვენ გვინდა რომ ყველანი ვიყოთ ძლიერები, რომ ყველას ყავს თავიანთი ამორჩეველი, მაგრამ არ მინდა რომ გარდავიცვალოთ როგორც პოლიტიკოსებად, არ მინდა სახელი და გვარების ჩამოთვლა, ხო? რომლებიც გარდაცვლილან წლების წინ არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის შედეგად და 24 საათში დაუკარგავთ მხარდაჭერა და ამაზე დავფიქრეთ მეტად და გამოსავალი ყოველთვის გამოიძებნება იქ სადაც არის დიდი სურვილი. ეხლა თუ გვინდა მაინდა-მაინც რომ ზერა მქონდეს მხოლოდ პარლამენტში, რომელიც პარლამენტი არ არის შესვლა არ შესვლაზე, ეხლა რაღაცები გამოგრჩება და მნიშვნელოვანი საკითხები დარჩება ყურადღების მიღმა. არა და ვფიქრობ რომ ხელისუფლება არის იმ მდგომარეობაში, რომელიც წამოვა აუცილებლად დათმობაზე და ეს დადატანებით იქნება გაკეთებული ბუნებრივი თვალს არ უსწორებს, მაგრამ გაუსწორებს რეალობას და ამაში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს საზოგადოებამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად. ეხლა ჩვენ თუ ვიძახეთ, რომ არ იქა, იქ თუ არ შევედით, დავიღუპებით, იქ თუ არ შევედით, პოლიტიკა არ გაკეთდება და გავმარგინალდებით. ჩემი აზრით მე რო ვიყო ეხლა არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე და არ ვიცი მე კახი კალავაძე, ძალიან მესიამოვნებოდა ამ რიტორიკის მოსმენა ოპოზიციის წიაღში. მე ვიცი ისინი რას ფიქრობენ. მათ ერთი სული აქვთ, რომ იქნებ რამენაირად ოპოზიცია აი ესე უბრალოდ დაიღალოს და პერსპექტივა ვერ დაინახოს საკუთარი და იძულებით შევიდეს პარლამენტში. ეს საჩუქარი არ უნდა გავუკეთოთ და მე ჯერა რომ არ გავუკეთებთ, მიუხედავად ასა სხვადასხვაობისა, რომელიც არსებობს.